რაც ჩვენ გავიმარჯვეთ შიდა შესარჩევ კონკურსში, დაიწყო სხვა ცხოვრება. After a day I met you there, I'll never say. Try to sleep, but nothing helps me feel unsafe. მე პირადად ვამაყობ, რომ ჩემი დაწერილი სიმღერა ესე მოიწონა ქართველმა ხალხმა. One more night, I'll be there in my dreams again. Eurovizia ნიშნავს როგორც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, დიდ წარმატებას და ჯგუფისთვის ალბათ ყველაზე რაც მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი გამოცდილება. ჩვენ პირველები მიდის საქართველოდან ევროვიზიაზე როგორც ჯგუფი და არა ცალკეული მომღერალი. ჩვენ 24 საათი ვმუშაობთ იმისთვის, რომ იდეალურად შევასრულოთ ეს ჩვენზე დაკისრებული ვალდებულება და ყველაფერი იდეალურად გავაკეთოთ, რაც ჩვენ გვევალება და ვალდებულები ვართ. You are sending with my determination. Remember when I used to be one of the silly fellas, kinda really don't care, and I realize all my thoughts and all fears around you wanna know what I feel that you got it right. ევროვიზია ჩვენთვის რა თქმა უნდა არის დიდი ტრამპლინი, რომ ევროპის ბაზაზე გავიტანოთ ჩვენი პროდუქტი და ანუ როგორც ესეთი ჯგუფი წავისდგეთ ევროპის წინაშე, როგორც ერთი გუნდი და ჩვენ ამისთვის მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველაფერი გამოვიდეს ძალიან მალე. ჯგუფისთვის ზოგადად ევროვიზია ნიშნავს ძალიან დიდ გამოცდილებას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საკმაოდ დიდი მასშტაბების მქონე მაყურებელი ახლავსთან და საკმაოდ პოპულარული არის და მესამე თავისთავად რაღაცა დოზით პოპულარობას. ჩვენ მთელი ენთუზიაზმით ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ოფიციალურად წავსვათ მთელი ევროპის წინაშე. და კიდევ ერთი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და საერთოდ ჩვენ საქართველოსთვის. 30 წლის წინ გერმანიაში, იგივე ქალაქში, იგივე სტადიონზე თბილისის დინამომ მოიპოვა თასების თასი 13 მაისს. ჩვენ გამოვიდივართ 10 მაისს ნახევარფინალში და მე 14-ია ფინალი. და ძალიან მინდა და ვეცდებით ყველანაირად, რომ იგივე გამარჯვებით ჩამოვიდეთ ჩვენ. უბრალოდ ეხლა ევროვიზიის გამარჯვებით.